მადლობა პირიქით შესაძლებლობისთვის, გამარჯობათ. ბატონო ნიკა, დღეს მან გავართეთ ბრიფინგი, რომელზეც განაცხადეთ, რომ 10-დან 15 თებერვლამდე შუალედში უზენაესი სასამართლო რუსთავიორის საქმეზე გადაწყვეტილებას მიიღეს. რა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებთ ამ ინფორმაციას? დიახ, სამწუხაროდ ჩვენ ეს ინფორმაცია გვაქვს, რომ 10-დან 15 თებერვლის ჩათვლით უზენაესი სასამართლო ხელისუფლების ზეწოლის ქვეშ აპირებს გადაწყვეტილების მიღებას. როგორი იქნება ეს გადაწყვეტილება, ცნობილი არავისთვის ჯერჯერობით არ არის. ერთიდან ყველამ ვიცით უკვე ამ ქვეყანაში ვინც ცხოვრობ და პოლიტიკით ვარ დაინტერესებული, რომ მთელი ასე თქვა ბიუროკრატია, მთელი ქართული ოცნება, მთელი ძალოვანი სტრუქტურებით ჩართული არის იმ საქმეში, რასაც სამწუხაროდ თქვია მოსამართლეებზე ზეწოლა, რომ რამენაერად აი ამ პერიოდში, რამდენიმე დღეში გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს უზენაესმა სასამართლომ, ანუ რუსთავი 2-ის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება და პირდაპირ თქვა ივანიშვილის ასე თქვა საკეთილდღეო გადაწყვეტილება. როგორ ჩანს? საიდან ეს ციფრები 10-დან 15-მდე რა არის წყარო ამ ინფორმაციის? იცით რა არის? უკვე უზენაესმა სასამართლომ ასე თქვა ყველა გონივრულ ვადას გადააცილა გადაწყვეტილების გამოცხადებას გულისხმობ და ჩვენ არამხოლოდ სანდო წყაროზე დაყრდნობით, არამედ ლოგიკურადაც იკითხება, რომ რამდენიმე დღეში იქნება გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის. უბრალოდ ეს არანოიდალური რაღაცა ქმედებები ივანიშვილის მხრიდან, რომელიც ასე თქვა განსაკუთრებით აზრით და ბოლო დღეებში ცხადყოფს, რომ შიშობს ეთყობა როგორც ჩანს ივანიშვილი, რომ ისეთი გადაწყვეტილება არ გამოვიდეს, რომელიც არ იქნება მის ინტერესებთან შესაბამისობაში. და სწორედ აქედან გამომდინარე არის ის ზეწოლის ასე თქვათ არანახული ფაქტები, რომელიც ქართულ ასე თქვათ დამოუკიდებლობის ისტორიაში არც ერთხელ არასოდეს არც ერთ მოსამართლეს, მით უფრო უზენაესი სასამართლოს, ბოლო ინსტანციის სასამართლოს, უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს არ უთქვამს, რომ ჩემზე არის ზეწოლის მცდელობა, ხო? და თქვენ ნახეთ თუ კიდევ ამ შეცდომა დანაშაულად, მაგრამ ამ შეცდომაში გაჯიუტდა ხელისუფლება და კიდევ უფრო წარმოუდგენელი ასე თქვა ქმედებები განახორციელა და ააბრალა ნაციონალურ მოძრაობას და აი აქ მე ხა დარბაზიდან გამოვედი პარლამენტის დარბაზიდან, სადაც ერთ ხმაში საუბრობს ქართული ოცნების დეპუტაცია, ანუ ამ სუსის ხას აგრძელებს თითქოს აი ნაციონალური მოძრაობა ჩვენ, ან მათ შორის მეც გულისხმობენ ალბათ, ვახორციელებს ზეწოლას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს. ეს ხო ბავშვს აღარ ჯერა ამ ასე თქვათ დეზინფორმაციისა და ბუნებრივია დღეს აღარ არის დრო გულხედ აკრეფილი ასე თქვათ ოთახში ჯდომისა და ძალიან მნიშვნელოვანი არის საზოგადოების კონსოლიდაცია მოხდეს ამ თემის გარშემო. ეს არ არის იმ მასალებში, რომელიც პროკურატურამ გამოაქვეყნა, გაასაჯარო არის მითითებული ინიციალი დ საყვარელიძე, რომელიც მმართველი გუნდის მხრიდან ცალსახად გაიშიფრა როგორც დავით საყვარელიძე. როგორ აფასებთ ამ გარემოებას? კი ბატონო, ჯერეთის დაბეჭდილი ტექსტით. ნუ არც კი ღირს ამაზე საუბარი. წარმოიდგინეთ, იგივე წარმატებით შეიძლება ყოფილიყო მაგალითად მამაჩემი ანზორ მელია მითითებული წერილის ბოლოს, ხო? და მაშინ უნდა გამოსულიყო მთელი ქართული ოცნება და ეთქვა, რომ აი მე ნიკა მელიას ოჯახის წევრი ახორციელებს ზეწოლას. სასაცილოც აღარ არის. უკვე სასაცილო იქნებოდა ჩვენ ამ ვითარებაში რო არ ვიყოთ, ხო? ამიტომ მე მგონი ამაზე დროის ხარჯვა არ ღირს, ფაქტი არის ნათელი, მოცემულობა საგანგაშო, რომ ივანიშვილი ცდილობს ერთადერთი მსხვილი ოპოზიციური მედია საშუალება გაანადგუროს და წაიღოს სახში, შეგვიძლია ასე თქვა, ღირებად სახში წაიღოს ტელევიზია და ჩაახშოს ასე თქვა საპროტესტო ხმა, ჩაახშოს ხალხის ხმა ტელევიზიაში. თქვენ წარმოიდგინეთ, ეხლა არ ამიტომ თქვენ ერთაში ვერთვები, რომ არ იყოს დღეს რუსთავი 2. აი უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში რამეს ვერ გავიგებდით. ვერ მოხდებოდა გაერთიანება და კონსოლიდაცია საზოგადოების ცერცვადეს გარშემო, ვერ მოხდებოდა მაგალითად იმ ასე თქვა განადგურებული 2500 მოვაჭრის ასე თქვა ბედზე საუბარი პირდაპირ ეთერში და არ მხოლოდ პირდაპირ ეთერში. არც ერთი სამთავრობო ტელეარხი არ აშუქებს ისეთ პრობლემატიკას, რომელიც არ სიამოვნოს ივანიშვილს. სწორედ ამიტომ და არა მხოლოდ ამიტომ. რუსთავი 2 არ არის მხოლოდ ტელევიზია, რომელიც აშუქებს ახალ ამბებს. რუსთავი 2 გაცილებით
მეტია. რუსთავი 2 დასავლური ღირებულებების გამავრცელებელი ტელევიზია და გლობალურ ჭრილში თუ შევხედავთ და ვიმჟელებთ, დიახ, ამიტომაც ებრძვის ივანიშვილი თქვენს ტელევიზიას. ამიტომ ჩვენ აუცილებლად რაც შეიძლება მეტი უნდა შევიკრიბოთ პარასკევს, მესმის რომ სამუშაო დღე არის, მესმის რომ ძალიან ბევრი ადამიანი ყველაფერს აკეთებს, რომ ლუკაპური მოიპოვოს და სხვადასხვა ადგილებში მუშაობს ან ვაგზალზე და ზოგი დამლაგებლად, ზოგი ექთნად გასაგებია, მაგრამ ვისაც აქვს ამის საშუალება ჯერ კიდევ, მაგრამ უნდა მოვახერხოთ ყველამ და შევიკრიბოთ 2:30-ზე რუსთაველის მეტროსთან და იქიდან მსვლელობით დავიძათ უზენაეს სასამართლოს და რათა ერთი გავაპროტესტოთ ეს უსამართლობა და სიზაძაგლე, რასაც ადგილი აქვს ივანიშვილის, ასე ვთქვათ, ყოფილი დაცვის უფროსის უწყების მხრიდან, გომელაურის სუსის უწყების მხრიდან, რომელსაც იგი ახორციელებს ზეწოლის თვალსაზრისით მოსამართლეებზე უკვე ყოველდღიურ რეჟიმში და მეორე მხრივ სოლიდარობა გამოუცხადოთ იმ მართლაც პატიოსან და მიუკერძოებულ მოსამართლეებს, როგორც აღმოჩნდა ესეთი მოსამართლეები არსებობენ მათ შორის უზენაეს სასამართლოში და ეხლა არის დღე, ეხლა არის პერიოდი, როდესაც ჩვენ უნდა ვიფიქროთ ხვალინდელ უკეთეს დღეზე ამ ქვეყანაში და ხვალინდელ უკეთესი დღე ვერ დადგება ამ ქვეყანაში თუ რუსთავი 2 ჩაეხშობა არა როგორც ტელევიზია, არამედ უბრალოდ როგორც ძლავრი მედია საშუალება, რომელიც სიმართლეს გაღადოს, რომელიც არის ადგილი, სადაც მზად არის ნებისმიერი ჟურნალისტი დაუთმოს გაჭირებულ უპოვარ ადამიანს. ასეთი მეორე ტელევიზია არ არსებობს. ნახეთ რა უკრა მაესტროს, იყო ოპოზიციურად გაწყობილი ტელევიზია და მაესტროს რა იყო GDS-ი და ნახეთ რა უკრა, ხედავთ საზოგადოებრივ მაუწყებლობას რას უშვება, ამიტომ ყველას მოუწოდებ 2:30-ს, ეს არ არის მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის ატკივარი, ნამდვილად არ არის. ეს არის ყველა პოლიტიკური გემოვნების მქონე ადამიანის ტკივილი და ყველამ უნდა ვიბრძოლოთ, რომ ბიზნეს ივანიშვილს არ გავატანოთ სახში მთავარი, ასე ვთქვათ, მისთვის შემაწუხებელი ტელევიზია. მადლობთ ბატონო ნიკა მელია, ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში და ახლა თავისუფალი დემოკრატები ლევან სამუში აგვიერთდება. საღამოშიდობისა ბატონო ლევან, გმადლობთ რომ ჩვენთან ერთად ხართ. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის. უზენაეს სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლის საქმეზე ბატონო ლევან შუალედური დასკვნა გამოქვეყნდა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსთავის საქმეზე შესაძლოა გამოცხადდეს გადაწყვეტილება, ხდება ცნობილი, ასევე დავით საყვარელიძის განცხადება, რომელიც მოვისმინეთ.